რატომ უნდა უყუროთ ჩვენს გადაცემას? იმიტომ რომ შვადღე მშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, შვადღე TV3-ზე პირდაპირ ეთერშია და დღეს როგორც აღნიშნე საინფორმაციო გამოშვების ბოლოს პარასკევობით ყოველთვის ჩვენ გვექნება სილამაზის თემა და ჩვენ მეგობარ სილამაზის ქსელ მელანჟისთან ერთად ჩვენ ძირითადად და მნიშვნელოვან გამოშვებაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს სწორედ აი ეს საკითხები. მე მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი პირველი სტუმარი და ასევე იქნება ის ჩემი პირველი ნაწილის თანაწამყვანი ქალბატონი მაია გიორგობიანი. ეს ჩვენიერი ქალბატონი გახლავთ სწორედ ამ სილამაზის ქსელ მელანჟის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობას გადაგიხდით. ძალიან უჩვეულ და ახალ ამპლუაში ვარ, იმედია მაყურებელი არ იქნება ძალიან მკაცრი ჩვენს მიმართ. პირდებით, რომ ვეცდებით და გაინტერესოთ და გაგართათ. მოდით ჩვენს ტელემაყურებელს ისიც გავანდოთ და უთხრათ, რომ სილამაზის სალონების ქსელი მელანჟი გვთავაზობს ვიქტორინას ჩვენი ტელემაყურებლისთვის და ყურადღებით იყავით, არ გამოგჩეთ შეკითხვები, რომელსაც დასვამს ქალბატონი მაია ძირითადად და ეცადეთ მოიგოთ საინტერესო პრიზები. მოდით. კი, ძალიან გაგვიხარდება თუ სწორ პასუხებს მივიღებთ, იმიტომ გვაქვს ჩვენ ესეთი სასაჩუქრე ბარათები სხვადასხვა ჩვენს სერვისზე. ეს არის სოლარიუმის აბონემენტი, მაკიაჟი, ქალის სასაჩუქრე ბარათი, მამაკაცისთვის სასაჩუქრე ბარათი. კარგია რომ მამაკაცებიც არ დავტოვეთ ყურადღების გარეშე. შეგახსენებთ ძვირფასო ტელემაყურებელო ჩვენ ტელეფონის ნომერს, რომელსაც უნდა დაგვიკავშირდეთ და ვიქტორინის დროსაც ამ ნომერზე უნდა მოგმართოთ. ესე იგი 245-77-27-ია შვადღე TV3-ზე დამაკავშირებელი ნომერი. რაც შეეხება Facebook გვერდს, აქაც რა თქმა უნდა იაქტიუროთ. შვადღე TV3-ზე უნდა აკრიფოთ და მოგწეროთ თქვენი მოსაზრებები, კითხვები თუ სხვა მნიშვნელოვანი აზრები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ იაქტიუროს მაყურებელმა, იმიტომ რომ ჩვენ გვაინტერესებს თქვენი შეკითხვები ზოგადად სილამაზის და მოვლის თემაზე. იმისთვის რომ დავგეგმოთ შემდეგი გადაცემების თემები. შემდეგი გადაცემების თემები და რა თქმა უნდა ალბათ თქვენი მუშაობის სტრატეგიაც შესაბამისად გარკვეულწილად შეიძლება შეცვალოს ჩვენმა. გვაინტერესებს ჩვენი მომხმარებლის აზრი. ძალიან კარგი. მოდით მაშინ დავიწყებთ თქვენთან პირველ შეკითხვას, როგორც სტუმარი, მოდი პირველი ბლოკის პირველი ნაწილი ესე წავიყვანოთ ეს გადაცემა და შემდეგ უკვე, როდესაც დამატებითი სტუმრები შემოგვიერთებიან თქვენი კომპანიიდან, შემდეგ უკვე თქვენ იქნებით ჩემი თანაწამყვანი და დამხმარე. მოდით მე მინდა გითხოთ ზოგადად მელანჟი, როგორც ვიცი ფრანგული სიტყვაა და სხვა მნიშვნელობით არის მელანჟი ასახული ზოგადად ლიტერატურაში და ენციკლოპედიაში, თუმცა ამ შემთხვევაში ალბათ ფერთა პალიტრას და ნაზავს ბევრი რაღაცა გწოდნიათ გიორგი. დიახ, ნამდვილად. სახელს ვარჩევდით ჩვენი მომავალი ბიზნესისთვის, როდესაც იყო გადაწყვეტილი სილამაზის სფერო. სხვათა შორის მე ბოლო გადაწყვეტილებას ვიღებდი პოლიგრაფიული სარეკლამო ბიზნესის შორის და სილამაზის სალონების. და საბოლოოდ ავარჩიეთ ეს სილამაზის სფერო. მელანჟი, რატომღაც ბევრი იყო ვარიანტი, მაგრამ მელანჟი მომწონდა ყველაზე მეტად, იმიტომ რომ მაგისი ჟღერადობა მეჩვენება რაღაც პოზიტიური და ასოცირდება, პირდაპირ თარგმანი არის შეხამება, ნაზავი და ასოცირდება რაღაც ფერების შეხამებასთან, შეღებასთან, რაც ხშირად ხდება სალონში. ძალიან კარგი. როგორი იყო პირველი ნაბიჯები აი ამ სალონის შექმნის? პირველი ნაბიჯები იყო სწავლა. ძალიან ბევრს ვემზადებოდი ზუსტად თეორიულად, ასე ვთქვათ, მე ბევრს სწავლობდი, ვკითხულობდი ზოგადად ბიზნესზე, იმიტომ არანაირი განათლება არ მქონდა ამ სფეროში. აბსოლუტურად ნულიდან დავიწყე, ასე ვთქვათ. და ნუ პრინციპში წარმატებულად ეს ყველაფერი განვითარდა. იყო ვარჩევდით პირველ ფარტს, ვარჩევდით პატარა ყველაფერი ძალიან პატარა. დიახ, ძალიან პატარა ფარტი ვნახეთ.
ეს იყო სულ 2 ოთახი, გავაკეთეთ ის ძალიან ლამაზი, მყუდრო, სასიამოვნო გარემო და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მე შემხვდა ძალიან ძვირფასი ადამიანები, ვისთანაც ერთად მე დავიწყე საქმიანობა და ეს იყო პირველი ეს ნაბიჯები ჩვენი წარმატების მიმართ. ძალიან კარგი და თქვენ ახსენეთ რომ ზოგადად სწავლა იყო პირველი ნაბიჯი ამ ასე ვთქვათ ბიზნესის დაწყებისთვის. ზოგადად ქალისთვის რამდენად რთულია ბიზნესში ჩართვა, თუნდაც ასე ვთქვათ თქვენი თანამშრომელი და მომხრობელი ქალბატონისთვის. იცით, ამას აქვს 2 მხარე. ერთი, რომელიც უკვე პრინციპში წარსული დარჩა, იმიტომ რომ თუნდაც მამაკაცებმა უკვე მიეჩვიეს იმას, რომ ქალი მართავს ბიზნესს, ქალი არის საქმიანი. იყო სხვათა შორის ადრე გასულ წლებში, როცა არც ისე სერიოზულად უყურებდა ხშირად მამაკაცი, თქვა ბიზნეს პარტნიორი ან სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, როცა იყო თქვა რაღაცა მიმართვა რომელიმე კომპანიაში და იქ დაგხვდებოდა მამაკაცი, ну შეიძლება ცოტა არასერიოზულად შეხედავდა ქალს, მით უმეტეს ახალგაზრდა და პირველი შეხედულებით შეიძლება არც ისე სერიოზულად ეჩვენებოდა ეს ყველაფერი. ანუ როგორც ბიზნეს პარტნიორი ასე არ აღიქონდა, უფრო რაღაც როგორც ლამის ქალბატონს ისე. კი, შეიძლება ესე ვთქვათ, შეიძლება უბრალოდ როგორც ბიზნეს პარტნიორი აი ფიქრობდნენ, რომ არ იქნება აქ რაღაცა სერიოზული ურთიერთობა, არ იქნება ის პასუხისგებლობა, რომელიც მოსალოდნელია უფრო მამაკაცისგან. იყო ესეთი მომენტები, მაგრამ ალბათ ამ ბოლო წლებში ქალებმა ჩვენ დაუმტკიცეთ მამაკაცებს, რომ შეგვიძლია საქმის კეთება და ხანდახან წინ მივდივართ კიდევაც უფრო ვიდრე ვთქვათ ზოგიერთი მამაკაცი. ასე გებია. რა მაინტერესებს ზოგადად ალბათ თქვენი ცხოვრება ჩემთვის პირადად კარიერული ნაბიჯები უცნობია და მანამდე თუ გქონიათ რაიმე სერიოზული ესეთი ვთქვათ წამოწყება ან ინიციატივა თუ პირველი იყო და აი პირველივე ესე კარგად გაამართლა. ყველაზე სერიოზული და ინიციატივა ჩემ ცხოვრებაში იყო ჩემი გათხოვება და ბავშვის გაჩენა. საქმიანი უფრო? საქმიანი იყო ალბათ პირველი, იმიტომ მანამდე კი იყო პატარა რაღაცა ცდილობები. მე უბრალოდ მინდა ვთქვა იმის შეიძლება ვიღაცისთვის ეს იყოს სერიოზული ინფორმაცია და ბიძგი იმისთვის, რომ ცხოვრებაში შეიძლება შენ შეცვალო რაღაცა შენი შრომით, შენი ესე იგი მონდომებით და როცა მიზანი გაქვს. აი თქვენ რა მოგიტანათ აი ამ ბიზნესმა და რა შეცვალა თქვენ ცხოვრებაში? ჩემ ცხოვრებაში შეცვალა ძალიან ბევრი, მაგრამ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ შეცვალა მე როგორც ადამიანი. შეიძლება რაღაცა თვისებები შეცვლილია ჩემში, არის უფრო ბევრი სიმტკიცე, არის უფრო ბევრი პასუხისგებლობა, არის უფრო ორგანიზება მეტი ცხოვრებაში, მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობ, რომ დავრჩე ქალი, დავრჩე იმ ქალური თვისებებით, რაც მახასიათებდა ადრე თუნდაც. და რაც აუცილებელია ქალბატონისთვის. და დავრჩე კარგი ადამიანი უბრალოდ. ესეც ძალიან აუცილებელია და დარწმუნებული ვარ, თქვენი თანამშრომლები, თქვათ ასე, რომლებიც იქნებიან ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმრები, ამ ბლოკის მეორე ნაწილის სტუმრები, ალბათ ისინი უფრო კარგად დაახასიათებენ როგორი მენეჯერი და როგორი ხელმძღვანელი. მაგრამ მანამდე სანამ გადავიდოდეთ ჩვენ მეორე ნაწილზე, მე კიდევ რამდენიმე შეკითხვა მინდა რამდენიმე შეკითხვით მინდა მოგმართოთ. დღეს, ну, თქვენ ფაქტიურად მნიშვნელოვანი როლი გაქვთ ზოგადად ქართულ ამ ბიზნესში და რამდენად სერიოზულია კონკურენცია და რამდენად თქვათ აქვს იგივე სხვა სურველებს, რომ აი ნულიდან დაიწყონ იგივე მსგავსი ბიზნესი და მოხდნენ უკვე ელიტარულ სალონთა შორის. იცით გიორგი, როდესაც მე აი ახლა საუბრობდი ჩვენ დასაწყისზე, მაშინ მე ჩავატარე პატარა მარკეტინგული კვლევა. ეს იყო თითქმის 10 წლის წინ, უკვე 9 წლის ხდება ჩვენი ბრენდი მელანჟი. და როცა მზადება დავიწყე, მე გავიარე რაღაც გარკვეულ მონაკვეთზე, სადაც ვაპირებდი სალონის გახსნას. მე შევიარე სხვადასხვა სალონებში და ვნახე როგორი სიტუაცია. მინდა გითხრათ, რომ ძალიან დაბალ დონეზე იყო სერვისი. არ არსებობდა პრაქტიკულად. იყო რამოდენიმე საინტერესო სალონი,
სადაც ბევრი ნაკლი დავინახე. ეს იყო უსუფთავობა, ეს იყო არაკორექტული ქცევა კლიენტთან, ეს იყო მომენტი ტყუილების, მე თვითონ დავესწარი ამას და ჩემთვის გადავწყვიტე, რომ არასდროს ჩვენთან მსგავსი რაღაცა არ იქნება. და აი ამ განწყობით დავიწყე მაშინ ბიზნესი. ახლა ბოლო ეტაპზე საკმაოდ ბევრი სალონი იხსნება, საკმაოდ მაღალ დონეზე არის კონკურენციის ფაქტორი და ეს რა თქმა უნდა მეორე მხრივ ეს ჩვენ ტონუსში გვამყოფებს. კონკურენცია უნდა იყოს ჯანსაღი, ეს არის მთავარი. და ეთიკა უნდა იყოს დაცული ბიზნეს საქმიანობაში. რა თქმა უნდა, ეს ნებისმიერ სფეროში დანარჩენი არის მხოლოდ დადებითია, როდესაც არის ჯანსაღი კონკურენცია. ძალიან კარგი. კიდევ ერთი კითხვა მაქვს. კი ბატონო. ზოგადად ქართველ მომხმარებელს რა უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია და რას უფრო ანიჭებს უპირატესობას? იგივე მაღალი დონის მომსახურეობას, თქვა კარგ პროფესიონალ სტილისტებს თუ სხვა მომსახურე პერსონალს თუ დღეს ისეთი მომენტია ხა ამას ნამდვილად ვერაულით გვერდს რომ ყველას არ აქვს საშუალება მაღალი დონის მომსახურება მიიღოს თუნდაც შესაბამისი ფინანსების არ ქონის გამო და აი დღეს რა უფრო მნიშვნელოვანია ქართულ სილამაზის სალონთა ბიზნესში? ბევრი ფაქტორი არის მნიშვნელოვანი, იმიტომ ყველა ფაქტორი ერთად თამაშობს აი იმ მთავარ როლს, რაც ქმნის წარმატებას ამ სფეროში. პირველი ნაბიჯები კლიენტი შემოდის, თუ პირველად არის, როგორი არის მიღება, როგორი სიტუაცია ზოგადად. და რაც მთავარია, ის შედეგი, რომელსაც მიიღებს კლიენტი საბოლოოდ. იმიტომ ნებისმიერი სხვა ბიზნესი რო ავიღოთ, დაუშვათ ჩვენ დავდივართ კაფეში ან რესტორანში. შეიძლება არაჩვეულებრივი ინტერიერი იყოს, არაჩვეულებრივი მომსახურება თუნდაც, მაგრამ თუ კერძი არ მოგვეწონა, ალბათ ინტერიერის გამო ჩვენ არ მივალთ. იქ არის ჩვენ მივირთვათ გემრიელი საკვები. რა თქმა უნდა. იგივე არის ჩვენთან. მთავარი არის ის პროფესიონალი, ვინც მუშაობს და აქ მაყოფილებს იმ კლიენტის მაღალ მოთხოვნას. გიორგი, თუ შეიძლება მე ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი კიდე. მე ვახსენე თავიდან, ჯერ ერთი მე მინდა შევახსენო ჩვენს მაყურებელს, რომ ჩატარდება ვიქტორინა გათამაშდება მეორე ნაწილში და იმედია თქვენ ყურადღებით გვისმენდით, იმიტომ პატარა შპარგალკა იყო შადებული ან ჩვენ ტექსტში. და კიდე მინდა ცოტა ერთი-ორი სიტყვა თქვა აი ჩვენ სასაჩუქრე ბარათებზე. ანუ ეხლა გვახლოვდება ახალი წელი და ყოველთვის გვაქვს პრობლემა თუნდაც მამაკაცის საჩუქარი. კი, და ამ შემთხვევაში ძალიან კარგი საშუალება აქვს ნებისმიერ ქალბატონს, რომ აჩუქოს ან კონკრეტული მომსახურება, ეს არის აი იქნება ესეთი ბარათი თავის კონვერტში და ესეთ ჩანთაში ჩადებული. აქ დაიწერება ან კონკრეტული მომსახურება, რომელსაც შეიძენს ადამიანი, ან თანხა, რომელიც იქნება გადახდილი, კი ბატონო, სალონში და შესაძლოა ადამიანი თვითონ აერჩევს რა რითი ისარგებლოს, რა მომსახურებით ისარგებლოს სალონში. იგივე ეხება ქალბატონების ბარათს, გვაქვს კიდე My Makeup კურსის, რაზეც ვისაუბრებ ჩვენ მესამე ნაწილში და სოლარიუმის აბონემენტი და ზოგადად ჩვენი მაკიაჟის სტუდიის. დიახ. ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ საინტერესოა და ძალიან ხშირად გვეხმარება საჩუქრის არჩევაში და რომ ვასიამოვნებთ, კი, ნამდვილად. ვასიამოვნებთ ჩვენი ახლობელი, ჩვენი მეგობარი ასეთი საჩუქრით, მე ვფიქრობ, რომ ყველა იქნება ძალიან კმაყოფილი ამით. ნამდვილად მშვენიერია, მეც პირადად ხშირად გქონია სიტუაცია, როდესაც ვერ მომიფიქრებია და ვერ გადამიწყვეტია თუ რა საჩუქარი შემიძლია გავუკეთო, იგივე. მე ვფიქრობ, ეს კარგი გამოსავალია. და ჩვენ აი ამ აბონემენტებს გავათამაშებთ. დიახ, პრიზებში იქნება, დიახ, 4 პრიზი გვაქვს ჩვენ, იქნება მამაკაცის ორი პრიზი, უფასო მომსახურება სალონში და ქალბატონებისთვის ასევე. იცით, მე ახლა გამახსენდა, ხშირად მეკითხებიან და მეუბნებიან, მაია, შენ ალბათ
ნუ რა კარგია შენთვის რომ ხარ სალონების ფლობელი, ყოველთვის გაქვს საშუალება რომ ისარგებლო და ძალიან უკვირთ ჩემს ახლობლებს, როდესაც ვეუბნები რომ მე ჩქარება, იმიტომ ჩაწერილი ვარ სალონში. ანუ შენ ხარ ჩაწერილი და რატომ გიკვირთ, იმიტომ ჩვენთან ძალიან ბევრი ხალხია ხოლმე ჩაწერები მიმდინარეობს. აი ამ ყველაფერზე ვისაუბროთ უკვე მეორე ნაწილში. როდესაც შემოგვიერთებიან თქვენი სალონის თანამშრომლები, რეკლამის შემდეგ დაგველოდეთ, დიახ, ჩვენ მცირე სარეკლამო ჭრა და საინფორმაციო კოლაჟი გველოდება წინ, რის შემდეგაც კვლავ სილამაზის თემით სალონ მელანჟთან და მის წარმომადგენელთან ერთად დავბრუნდებით ძალიან მალე. კვლავ პირდაპირ ეთერშია, ჩვენ დღეს ვსაუბრობთ სილამაზეზე, გადაცემის პირველი ნაწილის მეორე ბლოკი იწყება, პირველი ბლოკის მეორე ნაწილი, როგორც გვინდა ისე დავარქვათ, არ არის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რა თქმა უნდა და ჩვენი ამ ნაწილის პირველი სტუმარი იყო ქალბატონი მაია გიორგობიანი, სილამაზის ცენტრ და სალონების ცენტრ ქსელ მელანჟის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი. ის დღეს ჩემი თანაწამყვანი იქნება ახლა მეორე ნაწილში და ჩვენ შემოგვემატენ სტუმრები, კომპანია მელანჟის მენეჯერი ქალბატონი მაია ვალიევა, სტილისტი ეკატერინე ჭონქაძე და კიდევ ერთი სტილისტი ოქსანა ტკაჩუკი. მოკლედ ამდენი მშვენიერი ქალბატონის გვერდით, რაიმე განსაკუთრებული უნდა ჩავიფიქროთ დღეს საქართველოს ნაკრების გამარჯვებას პოლონეთთან. გადავუხვიოთ ცოტა თემიდან და კვლავ თავარი თემა გადაცემისა. მე მინდა ესე იგი შეგახსენოთ, რომ გადაცემის მეორე ნაწილი კიდევ უფრო საინტერესო იქნება. ჩვენ გვექნება ვიქტორინა, ყურადღებით იყავით, რათა მოიგოთ საინტერესო პრიზები, რომელიც ჩვენმა მეგობარმა კომპანია მელანჟიმ დააწესა და ასევე შეგახსენებთ კითხვებზე ვისაუბროთ. აუცილებლად, თუმცა მანამდე კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს, ჩვენ ტელეფონის ნომერს, სადაც უნდა დაგვიკავშირდნენ და რის მეშვეობითაც უნდა მოიგონ ეს მშვენიერი პრიზები, რომელიც თქვენ დააწესეთ. 245-77-27-ია ჩვენი სატელეფონო ნომერი. რაც შეეხება Facebook გვერდს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შუა დღე TV3-ზე აი ამ გვერდზე უნდა შემოხვიდეთ, დაალაიქოთ, მოიწონოთ, ანუ და შემდეგ რა თქმა უნდა იაქტიუროთ, მოგწეროთ თქვენი მოსაზრებები, კითხვები და რჩევები. დავიწყოთ მოდით მეორე ბლოკი გადაცემისა და როგორც ქალბატონ მაია გიორგობიანს სურს, მოდით გავათამაშოთ პირველი პრიზი? ჩვენ დავპირდით უკვე ჩვენს მაყურებელს, რომ ვიქტორინა იქნება და მინდა დავასახელო, გავაჟღერო პირველი ძალიან მარტივი შეკითხვა. აბა ყურადღებით, პირველი შეკითხვა. რამდენი ფილიალი აქვს სალონების ქსელ მელანჟზე? ესეთი ძალიან მარტივი შეკითხვა. დაგვირეკეთ, ვიპასუხეთ. რამდენი ფირმა აქვს ფილიალი სილამაზის ცენტრ მელანჟს? უნდა დაგვისახელოთ და რიცხვი, მხოლოდ რიცხვი და მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ პირველ ნაწილში ეს ციფრი დავასახელეთ. ქალბატონმა მაიამ ახსენა, ასე რომ თუ ყურადღებით გვისმენდით, თქვენ პასუხი უკვე იცით. ასე რომ გელოდებით 245, 77, 27 დაგვიკავშირდით და მოიგეთ პირველი პრიზი. სანამ თქვენ დაგვიკავშირდებით, მანამდე ჩვენ გავაგზავნებთ გადაცემას. შეგვიძლია გიორგი, რაღაც ცუდად მოქმედებს შენზე ჩვენი გოგოების აქ ყოფნა. აი ესე მოქმედებს ხოლმე ჩვენს მამაკაც კლიენტებზე ყოფნა ჩვენს სალონში. ესე იგი მამაკაცებისთვის არ ყოფილა თქვენი სალონი მაინც და მაინც ასწორებს. და ლამაზი, მიმზიდველი, მე მინდა ეკა მოგმართო და პატარა იუმორის ნაპერწკალი შევიტანო ჩვენს გადაცემაში და მოგვიყევი ის ამბავი მაშინ როგორ დაიბნა ერთ-ერთმა ჩვენმა კლიენტმა. ჩემო სალონში მუშაობს თითქმის ყველა სტილისტი რუსი, ჩემს გარდა მე ვარ ქართველი ერთადერთი. არის 5 სტილისტი ერთადერთი და მიხარ ქონდა თვები შეჭრილი და ვიღაცამ გამოაგზავნა ეს მამაკაცი, უკრაინელები უკაცრავად. გამოაგზავნა ეს მამაკაცი ნატაშასთან. და ვზივარ და ყველა დარბაზში დგას, მუშაობთ და ეს მამაკაცი მომიბრუნდა და მეუბნება. ვინ ნატაშა ის უკრაინა.
ერთ-ერთი არის, ერთ-ერთი არის. გასაოცარი. და 4 დანარჩენი არის, 2 უკრაინელი გოგო ყავს, ერთი ქართულს რომელსაც გავა. და ერთი კიდე ნუ მასურდა რომ თქვენ ყოფილიყავით ერთი იყო შავგრემანი ეკა. აი ესეთი პატარა საინტერესო მომენტები არის ჩვენთან, რაც უფრო შინაურულ სიტუაციას ქმნის, უფრო ესეთი მხიარულ ხალისიანს და ზოგადად ზუსტად ეს სიტუაცია მოსწონს კლიენტს ალბათ ჩვენს სალონში. ძალიან კარგი, მეც სიამოვნებით გესტუმრებოდით და აი მაგალითად მე რომ მოვიდე თქვენთან როგორ ვარცხნილობა შემირჩევდით. ნორმალური ვარცხნილობა აქვს თუ არა ეხლა? ეკას, იმიტომ ეკა არის მამაკაც და სტილისტი ასევე. შევიტანდი ცვლილებას, გვერდებს ცოტას დავათხელებდი, კიდევ? კი, ავწერდი გვერდებს და ხაზებს, სტრიხებს გამოვყოფდი აი ამ შუაბებს. აჰა, შვენიერია. აი, შემდეგი შეჭირისთვის გესტუმრებით თქვენ. მოგწანდით. მაგრამ არ დაიბნე შენც, იმიტომ რომ იმდენი ლამაზი გოგო მუშაობს. ნუ ჩვენ უკვე საინტერესო რეკლამას ვაკეთებთ. თქვენთან აქ ასე ვთქვათ, გარკვეული მოთელვაზე იქ რომ მოვალ, იმედია მაგრად დავდგები. ანუ გიორგი, ჩვენი კოლექტივი არის ძალიან საინტერესო და მე მინდა ვთხოვო, რომ ვაჩვენოთ მაყურებელს ჩვენი ვიდეო ჩვენთან ხშირად არის, ნუ იმდენად ხშირად არა, რა თქმა უნდა, იმიტომ ჩვენ ძირითადად მუშაობთ, მაგრამ ჩვენი იუბილეები არის ყოველთვის ძალიან საინტერესო, რაც მეტყველებს ჩვენი გუნდის წინსვლაზე, იმიტომ უკვე მე-9 წელს აღნიშნავთ ჩვენ მალე. ჩვენი 9 იუბილეა ფაქტობრივად გადახდილია, ნუ 9 დაბადების დღე შეგვიძლია ვაჩვენოთ ტელემაყურებელს აი ძალიან საინტერესო. არა, ეს უკაცრავად ეს არის სხვა ვიდეო გაშვებული. თუმცა ესეც საინტერესო ვიდეო იყო, მაგრამ ეს არის ჩვენი პირველი კონკურსი, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ. თუ შეიძლება პირველი ვიდეო გაუშვათ. აი, პირველი ვიდეო. მადლობთ. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი იუბილეი, სადაც იყო თემატიკა rock and roll party. ჩვენ ვიყავით გამოწყობილების ყველა ესეთ 50-იანი, 60-იანი წლების dress code იყო. იყო მუსიკა, იყო ბლუზმენი, ჩვენი კოკა წმიტიშვილი ძალიან მაგრად ანუ როგორც ხდები მხოლოდ თქვენ წრეში არ ტარდება ეს იუბილეები. ეს აბსოლუტურად ყველა ვარცხნილობა, რაც ჩანს, ახლა რეტრო სტილში არის შესრულებული ჩვენ სალონებში, მაკიაჟები. აი მეც ძალიან მიყვარს ხოლმე გართობა ასეთი ღონისძიებების დროს. დაგპატიჟებთ აუცილებლად. აი ეს მინდოდა ზუსტად ეს პასუხი და ეს წინადადება მიმეღო. და ეს ძალიან დიდ განთვირთვას გვაძლევს. ჩემი ხმა ისმის ახლა ხა მუსიკაც ისმის, ის rock and roll-ის ხა აქედან არ მესმის. ძალიან დიდი განთვირთვაა ჩვენთვის, ძალიან ეს მე ძალიან სიამოვნებს ხოლმე ამას რო ვუყურებთ, ამას უყურებთ ჩვენი მომხმარებელი და ძალიან დიდი სტიმული ყველა ჩვენი თანამშრომლისთვის, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ, ესეთი პრიზების გაცემა, დაჯილდოება, ეს მე ძალიან მიხარია ასევე ჩუქნიან ყვავილებს. კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ ჩვენ ვათამაშებთ პრიზებს, გვაქვს ვიქტორინა და პირველი კითხვა დავსვით ესეთი ქალბატონმა მაია გიორგობიანმა, სილამაზის ცენტრ სალონჟის ხელმძღვანელმა ხელმძღვანელმა ესეთი შეკითხვა დაგისვათ, რამდენი ფილიალი აქვს სილამაზის ცენტრ მელანს? მოდით მეორე კითხვაც დავამატოთ, იმიტომ მოდი ჯერ ეს გავათამაშოთ, არ ჯობს? თქვენ როგორ სიტყვით? გავათამაშოთ ერთიანად. რამდენი ფილიალი აქვს მელანს? დაასახელეთ, დარეკეთ მოცემულ ტელეფონის ნომერზე, ეკრანზეც არის და მეც გაგიმეორებთ 2.45-17-27 დარეკეთ და მოიგეთ შესანიშნავი პრიზები, რომელიც დააწესა კომპანიამ მელანჟმა და მისმა გენერალურმა დირექტორმა. შეიძლება ასეც ითქვას, კი ბატონო, ქალბატონმა მაია გიორგობიანმა. კი ბატონო. ამასობაში მე მინდა თუ შეიძლება ვისარგებლებ ჩემი თანაწამყვანობით, ხო შეიძლება? და მე მინდა მიმართო ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანს, მაია ვალიევას. მაიკო, მე ძალიან კარგად მახსოვს ის პირველი დღე, როდესაც შემხვდი და იმ დღიდან მე გრძნობ შენს მხარდაჭერას. ჩემთვის ხარ ძალიან ძვირფასი და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ჩვენი კლიენტისთვის, ჩვენი მაყურებელი, რომელიც თუნდაც ახლა უყურებს ტელევიზორს და ამ გადაცემას და ცნობს, რა თქმა უნდა, შენ ხარ ძალიან სასიამოვნო ადამიანი.
მე მაინტერესებს შენი აზრი. იმდენად ხშირად ვერ ვარ მე ახლა თუნდაც საბურთალოს ფილიალში და მე მაინტერესებს მაინც რატომ აი 9 წლის განმავლობაში არის ესეთი კლიენტები, ვინც დადის პირველი დღიდან, აი პირველად რომ შემოაბიჯა, დღემდე დადის ჩვენთან. რა არის ამის მიზეზი? უამრავი სალონი არის გარშემო. მე ვიცი რას ვაკეთებ ჩვენ და როგორ ვცდილობთ, მაგრამ ზოგადად აი როგორი შთაბეჭდილებები არის, როგორ გამოხატავს კლიენტი თქვათ თავის კმაყოფილებას თუ რა რეაქცია აქვს ხოლმე სალონში? ჩვენს მომხმარებელს ხვდება სალონში მოსვლისას თბილი, მეგობრული, კომფორტული და სასიამოვნო გარემო. ასევე ჩვენი დიახსახლისების მიერ მირთმეული ძალიან ცნობილი და უგემრიელესი ყავა. შესაბამისად, ჩვენი კლიენტები ძალიან წლებია ჩვენთან თანამშრომლობენ. ჩვენს წერან აღნიშნეთ, რომ ძალიან ლამაზი, მშვენიერი თანამშრომლები, კვალიფიციური და პროფესიონალი სტილისტები მუშაობენ ჩვენთან. როდესაც ჩვენთან მოსული მომხმარებელი ამ ყველაფერს კომფორტს ღებულობს, სტილისტების მიერ გაწეულ რჩევას, ვერ წარმოიდგენთ როგორ გამოხატავენ ეს აი სიტყვები არ ყოფნით და მათ სახეზე აი სახება ეს გამომეტყველება რაც მე მგონი მთელი დღის განმავლობაში გასტანს როგორც კლიენტს ასევე ჩვენ. ანუ ეს განწყობა ეს პოზიტივი ექნება ღებულობს ჩვენთან მოსული მომხმარებელი ჩვენთან მომხმარებელი შესაბამისად ძალიან კმაყოფილია. მოდით სატელეფონო ზარს მოусმინოთ. ბატონო. ვიქტორინის პასუხი აქვს ჩვენს ერთ-ერთ ტელემაყურებელს. გამარჯობა, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ და გისმენთ. რამდენი ფილიალი აქვს სილამაზის ცენტრ ქსელ მელანჟს? გამარჯობა. გამარჯობა. გისმენთ? 4 ფილიალი. ბატონო? 4 ფილიალი აქვს. 4 თქვა და სახელი გვარი ხომ და გავიგოთ ჩვენ. სახელს და გვარს უკვე ეთერის მიღმა. სწორი პასუხია, გილოცავთ. თქვენ მოიგეთ უფასო დავარცხნა და მანიკური მელანჟის ნებისმიერ ფილიალში. გილოცავთ. გამარჯვებულს და შემდეგი შეკითხვა სანამ შემდეგ შეკითხვას დავასახელებდეთ, ვთქვათ და კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, რომ პირველი შეკითხვის პასუხი იყო ჩვენი ვიქტორინის 4 ფილიალი, ანუ 4 φιλიალი აქვს ჯერჯერობით სილამაზის სალონების ქსელ მელანჟს და ქალბატონმა რომელმაც დარეკა, მან მოიგო პირველი პრიზი, რომელსაც თქვენ გადმოგცემთ, რა თქმა უნდა, სად და როგორ ამას უკვე ეთერს მიღმა კეთყვიან ჩვენი სტუდიის წარმომადგენლები. მე მგონი დროა გავათამაშოთ მეორე პრიზიც. კი ბატონო, მეორე შეკითხვა, პასუხი ამ შეკითხვაზე გაჟღერდა უკვე, ამიტომ რთული არ იქნება. აი, როგორც ყურადღებით უნდა იყოს ფრანგული სიტყვა მელანჟი. შვენიერია, რას ნიშნავს ფრანგული სიტყვა მელანჟი? ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ პირველ ნაწილში, ვინც ამ შეკითხვაზე სწორად გაგცემს პასუხს, ტელეფონის ნომერი მითითებულია და მეც კიდევ ერთხელ მინდა რომ გაგიმეოროთ 245 77 27 გაგვირეკეთ პირდაპირ ეთერში გაგვეცით პასუხი და თქვენ იქნებით კიდევ ერთი საინტერესო და სასიამოვნო პრიზის მფლობელი. მე მინდა მიმართო ჩემ თანამშრომელს აქსანას. აქსანას ოდეში ზარი გვაქვს და შემდეგ მივმართოთ ოქსანას. დროებით გვაპატიებს. ოქსანა გისმენთ? მოგესალმებით. ალო. დიახ, გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ და ველოდებით თქვენგან სწორ პასუხს კითხვაზე. დიახ, მელანჟი ნიშნავს შეხამებას, ნაზავს. შვენიერია. მოგწოდოთ ჩვენს ორი გამარჯვებულს და თქვენ გაიმარჯვეთ, თქვენ მოიგეთ პრიზი. მამაკაცისთვის ჩვენ ასევე გვაქვს უფასო მომსახურება, თმის შეჭრა, თუ თქვენ სარგებლობთ ესეთი მომსახურებით, როგორც არის მამაკაცის მანიკური, ესეც გეკუთვნით. შვენიერია. მოდით კიდევ ერთხელ გავიმეოროთ მეორე შეკითხვა და მისი პასუხი, რას ნიშნავსო იყო დასმული კითხვა სიტყვა მელანჟი და როგორც ნიშნავს ფერების შერევა. არის ფრანგული სიტყვა და დიახ. მაშინ მესამე კითხვას და მოდი რომ არ მივაყაროთ ესე ცოტა ხანი ოქსანასაც ვაცადოთ, მე ჩავერთოთ და ასე შეთან მაყურებელმოსო ცოტა ყურადღება.
კი ბატონო. Оксана უფრო თავისუფლად საუბრობს რუსულ ენაზე, ამიტომ თუ შეიძლება მე მიმართავ русულად. Оксана, мне интересно, как часто к тебе, как и, в принципе, не только к тебе, а к нашим стилистам, клиенты обращаются с просьбой как-то изменить имидж и полностью доверяются. Часто происходит такое? Или все-таки есть какие-то сомнения, или приходят уверенные в себе люди, которые точно знают, что они хотят? Я думаю, очень часто уже к нам приходят такие люди, потому что люди, во-первых, информированы, они смотрят и телевизор, они интернетом информируются. Мы тоже часто ездим в поездки, и они нам доверяют, потому что... То есть на самом деле часто просят и доверяют, что сделай мне то, что ты считаешь нужным. Мы меняем их по цветотипу, на 4 типа человек делится, и мы их меняем, и они нам доверяют. Ну, это есть уже узкие знания, которые не обязательно, чтобы знали мы, простые люди. Мы доверяем профессионалам. Они очень довольны. Оксана, вот, например, если приходит клиент и просит тебя сделать такую стрижку, которая ему не идет, на твой взгляд, да? Например, человек с круглым лицом просит сделать там стрижку, которая еще больше подчеркнет, да, его круглость лица, которую не стоит подчеркивать. В этом случае ты настаиваешь на своем мнении? Я стараюсь убедить человека и все-таки стремиться к овалу лица, потому что лицо надо как-то удлинять, если оно круглое. Да, то есть можно моделировать. Стрижкой мы моделируем лицо, и это правильно, да, потому что мы стараемся подчеркнуть, ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმ ბუნებრივ სილამაზეს, რაც აქვს ადამიანს და პირიქით ნაკლებებს. კი, რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი მიზანი სალონის. ჩვენ არ გვიყვარს ძალიან ხელოვნური, ასე ვთქვათ, გარეგნობა. არის დაშტამპული ვარცხილობები, რომელიც კონკრეტულ ადამიანს მოარგოთ მისი საუკეთესო ოპტიმალური ის ვიზუალი, რომელსაც ჩვენ ვუკეთებთ. ზოგადად ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ეს მომენტი, იმიტომ რომ აი, რა ვიცი, თქვენ ალბათ უფრო აქცევთ ყურადღებას, შემოდის თითქოს მოდაში რაღაც ვარცხილობა უხდება, არ უხდება, ყველას აქვს ეს ვარცხილობა და არც კითხულობენ, როდესაც მიდიან სალონში, აი ეს მიხდება მომწონს თუ არ აი ეკას მინდა კითხო, ეკა რომელი შეჭრა ეხლა თქვა ყველაზე ესეთი მოთხოვნადი, აი ყველა რო კითხო. ვარცხილობა უფრო მოდაში და რატომ ხარ მოკლედ მა? ძალიან აქტუალური თემა წამოვიდა, რომ შემოდის კლიენტი აქ ძელითმა და მეწოდება იმის შეჭრა, მაგრამ უყურებ ამ გოგონას, რომ მოუხდება მოკლედ, რა თქმა უნდა, უკეთებთ. მამაკაცებსაც ეგრევე. ყველანაირად ვცდილობთ, რომ დავარწმუნოთ, რომ ეს ახალი ტენდენცია თქვენ მოგიხდებათ, ან არ მოგიხდებათ, ან რაღაც შტრიხს უკეთებთ იმ ახალი სტილიდან და დანარჩენს იმას უკეთებთ ძველ ასე იგი, თქვენ წიგან მე შევაც მომეცით და მე პირადად, არ ვიცი, ხა ჩემი პირადი და სუბიექტური აზრია. მეც გეთანხმებით ზოგადად, აი მეც ვცდილობ ხოლმე ყოველთვის შევიჭრა იმ სტილით, როგორც თქვენ ირჩიეთ და ნუ ზოგადად ხა მეც პრობლემატური თმა მაქვს, ზღარბი, როგორია? ჩვენთვის არსებობს პრობლემატური თმა გიორგი, ასეც მოგმართეთ. გიორგი, მე მინდა შეკითხვა დაგისვათ შეიძლება. ანუ აი თქვენ როგორც მამაკაც, როგორი რეაქცია გაქვთ ხოლმე, როდესაც ხედავთ თუნდაც თქვენს ახლობელს, თუ ქალბატონს, უცებ რადიკალურად შეცვლილს. აი თქვათ იყო შავგრემანი გოგონა და დაგვხვდებათ წითელი თმები. რადიკალურად შეიცვალა იმიჯი, ან თუნდაც იგივე თვალ-ნოლზე ან. თქვათ როგორი რეაქცია გაქვთ, მოგწონთ თუ არა, ან რაზე არის დამოკიდებული? უხდება თუ არა? უხდება თუ არა? რა თქმა უნდა, მე ყოველ შემთხვევაში ვეხარ, შეიძლება გული არ ვატკინო და ცოტა ტაქტიკურად მივანიშნო თუ არ უხდება და უთხრა თუ კარგი სცენარი ესრულება. ხო, თუ კარგი სცენარი ესრულება, ნუ რა თქმა უნდა ძალიან მომწონს და აფთოვანებული ვეუბნები რომ ჩვენიერია. სინამდვილეში მე მინდა მიმართო ჩვენს მაყურებელს ისევ რომ ჩვენი სტილისტები მეც ბევრი რაღაცა ვისწავლე უკვე ბიზნესის გარდა. ვთხოვთ ხოლმე ჩვენს მომხმარებელს, რომ რადიკალურად არ შეცვალონ გარეგნობა. ჯერ ერთი ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ანუ თმაზე თუ საუბრობთ, თმის ჯანმრთელობიდან გამომდინარე ეს ძალიან მავნეა. თქვათ, ძალიან ხშირად ეგეთი სიტუაციები არის სალონში, როდესაც მოდის გოგონა აბსოლუტურად შავი თმით, შეღებილი მით უმეტეს და ითხოვს, რომ დღესვე მინდა ქერათმიანი გავხდე.
ეს არის ძალიან დიდი სტრესი თმისთვის, იმის ასეთი პროცედურის შემდეგ რომ ჩაატარო. შესაძლებელია, როგორ არის, მაგრამ არა რეკომენდირებულია. ამიტომ ჩვენ მესამე შეკითხვაც, ამასობაში თან დავამთავრებ ამას. ჩვენი სტილისტები შეიძლება უარი თქვენ, ესე იგი, ასეთ სერვისზე და გავუშვენ ესეთი კლიენტი. იმიტომ ჩვენ ზრუნავთ ჩვენს მოხმარებელზე. არის მართებული ფსიქოლოგიურად და ზოგადად პირველ რიგში ჯანმრთელობიდან გამომდინარე, დიახ. ესე იგი, მესამე შეკითხვა. სალონების ქსელ მელანჟის რომელი ფილიალი გაიხსნა პირველი? შეკითხვა, რომელი იყო ფილიალი სალონ მელანჟის? ძალიან გვინდა რომ პრიზები რომ გაიმარჯვენ ჩვენი მაყურებლები და მოიგონ პრიზები. ეს ძალიან მარტივი შეკითხვა. რომელი იყო პირველი სალონი, რომელიც გახსნა ქსელმა მელანჟიმ და თქვენ უნდა დარეკოთ, რაც შეიძლება სწრაფად 2.45-77-27-ზე და გითხრათ, სად გაიხსნა პირველი ფილიალი სალონ მელანჟის. ამასობაში ზანეთ. მე მინდა და უკვე ზარიო, ბოდიში არ ვალოდინოთ. ძალიან სწრაფი პასუხი. აბა გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ, მოგესალმებით. გამარჯობათ, გისმენთ თქვენ. უნდა გითხრათ, სად გაიხსნა პირველი სალონი ქსელ მელანჟის და თუ შეიძლება სულ პირველი სად გაიხსნა და თუ შეიძლება ტელევიზორისგან ოდნავ მოშორებით დადექით და გავგვეცით პასუხი. ალო. გამარჯობათ. სად გაიხსნა? სამწუხაროდ არის მის ეთერში. ალო. დიახ, გისმენთ? გაიხსნა პირველი ფილიალი ვაჟა-ფშაველას 32 ნომერში. ვაჟა-ფშაველას 32 ნომერში გაიხსნა პირველი ფილიალიო? საბურთალოს ფილიალი. პირველი საწვრილებით დაიწყო მოსალოდნელი. მოგეთ თქვენ გამოიცანით თუ ვიცოდით ეს პასუხი? პასუხია, დიდი მადლობა. ძალიან კარგი, კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები გამარჯვებულს. ქალბატონია. ქალბატონმა მოიგო უფასო მომსახურება, მის დავარცხნა და მანიკურის პროცედურა ჩვენს ნებისმიერ ფილიალში. ესე იგი, ვაჟა-ფშაველას 32 ნომერში გახსნა. დიახ, პირველი ფილიალი. პირველი და დღემდე მანდარის თავარი ოფისი. თავარი, ნამდვილად სათაოა. ჩვენ გავაგზავნებთ ხა, გიორგი, მე მინდა მიმართო ეკას. ეკა შენ გახსოვს ალბათ პირველი ჩვენი შეხვედრა. მე მახსოვს რომ მე ვეძებდი მაშინ არ მქონდა საშუალება რომ შევიძინო ახალი ინვენტარი, ახალი მოწყობილობები და მე ვეძებდი რა იყიდებოდა ესე ვთქვათ მეორადი და მივედი ერთ-ერთ სალონში დოლიძეზე, რომელიც იკეტებოდა სამწუხაროდ და მაშინ მაინტერესებდა რაღაც სუშუარები, რაღაცა მოწყობილობები და მანდ მუშაობდა ეკა და აქსანა. დიდი ხანი ამდა აქსანა მოვდივართ, დოლიძეზე მუშაობდით და ქალბატონი მაია რო რამდენი წელია ბოდიში ეკა, რამდენი წელია ერთად რომ ვართ 15 წელია მე და აქსანა ერთად და აქედან 9 წელი თითქმის მელანჟში. შვენიერი. ხოდით სანამ პირველ უბრალოდ მეოთხე შეკითხვა გვაქვს ჩვენ. დიახ, აი სანამ ჩვენი დროც ნელ-ნელა იწურება, რომ სარეკლამო ჭრაზე უნდა გავიდე და შემდეგ უკვე უნდა შევცვალოთ მგონი თემა. დიახ. მაშინ გამოვაცხადებ მეორე შეკითხვას, რომელი ფილიალი მელანჟის ფილიალი ყველაზე ახალი, სად მდებარეობს ეს ახალი ფილიალი? სულ ბოლოს რომელი გაიხსნა, მე ესე გავუკეთებდი ინტერპრეტირებას. ბოლოს ჯერჯერობით, მაგრამ ჯერჯერობით. უკანასკნელი რა თქმა უნდა იყოს. და მე მინდა ასევე გვაქვს ჩვენ ორი წუთი, კი ბატონო. პირველი ჩვენი კონკურსი, გახსოვთ ეს კონკურსი იმდენად წარმატებული მაია მოვიდა და მეუბნება რომ ეკა კონკურსზე უნდა გამოვიდეთ და რამე მოიფიქრე. და რა სახის კონკურსი იყო? ყველაზე სწრაფი და კრეატიული ორიგინალობა და მე მინდა ეს ხალ ვთხოვო რომ ჩავრთოთ ის ვიდეო რომ ეს ყველაზე ნათლად აჩვენებს რა სიტუაცია იყო იმ კონკურსზე. ყველაზე მაშინ იყო რა მომფიქრებინა და რატომღაც მოვიფიქრე შლიაპა. ხო, თვისგან ეს იყო ძალიან კრეატიული. აი ეს კი, ოპერატორი ძალიან საინტერესო რაკურსში გადაიღო ჩვენი მოდელი. ეს განწყობა რომელიც იყო, ეს იყო ჩვენი აი პრაქტიკულად პირველი წელიწადი ალბათ, პირველი მეორე არ მახსოვს ახლა. და 10 წუთში და როგორ მცირე დროში გაკეთდა ეს ყველაფერი. ეს კონკურსი ვის შორის იყო? სხვადასხვა სალონები და მაშინ ჩვენ დავიკავეთ პირველი ადგილი, ყველაზე სწრაფი და კრეატიული ვარცხნილობა იყო ეს. და ძალიან ვიხარო და ძალიან დიდი ბიძგი იყო ეს ჩვენთვის, რომ
წინ წავსულ ვიყავით, იმის შემდეგ ჩვენ ძალიან ბევრ კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა. და გახსენით მეოთხე ფილიალი, რომლის დასახელებაც აი ხა ჩვენმა ტელემაყურებელმა უნდა პირდაპირ ეთერში გვითხრას და სავარაუდოდ მოიგოს კიდევ ერთი პრიზი. მოგესალმებით თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ და გითხარით თუ იცით სად გაიხსნა ყველაზე ახალი ფილიალი ქსელ მელანჟისა. გამარჯობათ. გამარჯობათ. ყველაზე ახალი ფილიალი გაიხსნა ჭავჭავაძეზე პიქსელში. ჭავჭავაძეზე პიქსელშიო. კი ბატონო, გილოცავთ. გაიცით ჩვენ შევცვლით ერთ კომპლექტს და ისევ ქალბატონია ხო მე სუდად მესმოდა და თქვენ მოიგეთ ჩვენი უფასო მომსახურება, თმის დავარცხნა და მანიკური ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ. სადაც თქვენ მოგიხერხებათ ფილიალიდან ნებისმიერში მიბრძანდეთ და თქვენ იქ მიიღებთ სრულ მომსახურებას თმის დავარცხნის და მოვლის. რა თქმა უნდა, ეთერს გარეთ თქვენ გეტყვიან და სად გადმოგცემენ აი ამ პრიზს. ძალიან ცოტა დრო დარჩა სარეკლამო ჭრამდე და რამდენიმე შეკითხვა Facebook მომხმარებელს და მე მინდა რომ მათაც ორიოდე სიტყვით გავცეთ პასუხი. ესე იგი, რამდენად კარგიაო, ესე იგი თმისთვისო კონიაკი ეს მე მიმიზიდა ამ კითხვამ და მინდა რომ საინტერესო შეკითხვა. მოდით მე მოგმართავთ კონიაკი, გსმენიათ რამე კონიაკის ამ საინტერესო მე არ ვიცოდი რომ ესეთი რაღაცა ანუ ამ კუთხით შეიძლება კონიაკის გამოყენება. თუ იმას აქვთ, აი როგორც აქსანამ თქვა, ცხიმიანი თმებისთვის ძალიან კარგია კონიაკი, მაგრამ მე არ ურჩევ. შეიძლება გამოუშვოს თმა, იმიტომ ნებდეს გაუხეშტოს რომ თვითონაც ვეღარ დაივარცნოს, ვეღარ მოიყვანოს თმა წყობაში და ვეღარ და ამისათვის ურჩევთ რომ პროდუქცია სალონში რომელიც იყიდება. კიდევ ერთი შეკითხვა მინდა, ესე იგი დოგვის ნიღაბი, ესეთი თუ ხსმენია და რამდენად სასარგებლოა. ალბათ ეს თმის ზრდასთან არის იმუნიზაცია, რომელიც ჩვენისთვის წიწაკაა, ჩაყრილი ყველაფერი ეს ისა სისხლის მიმოქცევისთვის კარგია, მაგრამ მე კიდევ ვამბობ, არ ურჩევ, სანამ არ გამოიყვევს, სანამ არ იმას იქნებს და სანამ სალონში არ მივა და არ შეიძლება. ანუ ხალხასრეიო და პროფესიონალურად მაშინ უკვე ჩვენ სარეკლამო ჭრის დრო გვაქვს. მე მინდა ჩვენს შვენიერ ქალბატონებს, სტილისტებს და მათ მენეჯერს დიდი მადლობა უთხრა მომბრძანებისთვის. დაგემშვიდობოთ დროებით, რადგან მე მოვალ აუცილებლად თქვენთან. გვესტუმრეთ აუცილებლად გმადლობთ. დიდი მადლობა სარეკლამო ჭრა ჩვენს ეთერში, შემდეგაც ძალიან მალე დავუბრუნდებით უკვე ისე რა თქმა უნდა სილამაზის თემით, თუმცა ახალი განხრით.